ეთერშია კურიერი 3 საათზე ახალ ამბებს თამარ ურუშაძე გაგაცნობს. ალექსი ახვლედიანი დუმილს არღვევს და დეტალურად იხსენებს რა მოხდა საგარეჯოში მის სახლში, სადაც თორნიკე რიჯვაძემ თვითმკვლელობასა და ამ საქმეზე ახვლედიას ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა ბრალდება. მას 30,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. საქმეზე მორიგი პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. საქალაქო სასამართლოს და შოდა ფალავანდიშვილს ჩართვავთ ახლა პირდაპირ ეთერში. შოდა, რას ყვება ალექსი ახვლედიანი ინტერვიუში? ალექსი ახვლედიანმა დღეს პირველად ისაუბრა საგარეჯოში მომხდარ ამბავთან დაკავშირებით, რომელიც თორნიკე რიჯვაძეს და მის თვითმკვლელობის მცდელობას უკავშირდება. ახვლედიანმა დეტალურად გაიხსენა მედიასთან ის დღე, როდესაც ის თორნიკე რიჯვაძეს შეხვდა, როგორც თავად ახვლედიანი ამტკიცებს, რიჯვაძე იყო და არის მისი ოჯახის უახლოესი ადამიანი, მეტიც მეოთხე შვილად მოიხსენიებს მას ახვლედიანი და ამტკიცებს, რომ მთელი იმ დღის განმავლობაში, როდესაც ასე ვთქვათ, ეს შეხვედრა დაიგეგმა, მისთვის არაფერი საეჭვო არ შეუნიშნავს. მეტიც ახვლედიანი იხსენებს, რომ რიჯვაძე უკვე თითქმის 2 წელია აპირებდა თანამდებობის დატოვებას და მისი სურვილი იყო სამომავლოდ, ასე ვთქვათ, საქმიანობა გაეგრძელებინა დიპლომატიურ სამსახურში. მათ შორის ახვლედიანმა თქვა კიდეც, რომ საუბარი იყო დიდ ბრიტანეთში ელჩობაზე, რომელიც როგორც თავად ახვლედიანი აცხადებს, რიჯვაძეს შეთანხმებულიც კი ჰქონდა პრემიერთან. ამავდროულად ალექსი ახვლედიანის თქმით საკმაოდ ემოციური ადამიანია თორნიკე რიჯვაძე და მისთვის ყველა კომენტარი, რომელიც კეთდებოდა, როგორც ახვლედიანი ამტკიცებს, თუნდაც სოციალურ ქსელში, იყო საკმაოდ სენსიტიური აღსაქმელად. შესაბამისად, იმ დღეს, როდესაც ეს ფაქტი მოხდა, ახვლედიანის აზრით შესაძლებელია რაიმე გავლენა რიჯვაძის გადაწყვეტილებაზე ამ ფაქტსაც ჰქონოდა. ზოგადად კი ალექსი ახვლედიანის თქმით დღის განმავლობაში ის საკუთარ ოჯახის წევრებთან, დამხმარე ქალბატონთან, თორნიკე რიჯვაძესთან და მის მამასთან ერთად იმყოფებოდა საგარეჯოში საკუთარ სახლში და სუფრის მიმდინარეობის პერიოდში რაიმე სახის, ასე ვთქვათ, რაიმე სახის პრობლემა რიჯვაძისთვის არ შეუმჩნევია. საღამოს 5 საათზე დამიკავშირდა თორნიკე. ეს ყველასთვის ცნობილი ფაქტია, რომ ჩვენ ვართ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრები. მეგობრების გარდა ჩემი ოჯახის წევრები მას მეოთხე შვილად მოიხსენიებდნენ და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყოველთვის და განსაკუთრებით ამ ბოლო პერიოდში. სადღაც 5 საათზე დამიკავშირდა, ჩვენ ფაქტიურად ძალიან ხშირად დავდიოდით საგარეჯოში, ჩემს სახლში. ეს იყო მისთვის, ესე ვთქვათ, აღმოსავლეთ საქართველოში ყველაზე საყვარელი ადგილი. იმ პერიოდშიც კი ვთქვათ, მე როდესაც არ ვიყავი თბილისში და მას უწევდა მივლინება, ჩემს გარეშეც მიდიოდა, რჩებოდა, იმიტომ რომ ერთ-ერთი მისთვის საყვარელი და საყვარელი სამეგობრო ყავს საკმაოდ. და დამიკავშირდა მთხოვა, რომ მეორე დღეს იცით რომ ორშაბათი იყო, აქ თათვიერი მქონდა და ხვალ მაინც მიდიხარ, მოდი ჩავირბინოთ საგარეჯოში, ბიჭები ვნახოთ რაღაცად, მე გვიან წამოვიდეთ. შესაბამისად 6 საათზე გავუარეთ როგორც ჩემთან ჩემმა მძღოლმა წავედით ჩვენ საგარეჯოში. გზიდან დაურეკეთ ჩემს ორ ადგილობრივ მეგობარს, რომ ერთ უთხარი რომ ღვინო მოეტანა, მეორეს უთხარი რომ საკვები შეეკვეთა, სახლში დაურეკეთ ჩემს დამხმარე ქალბატონს და როგორც ხდება ჩავედით, ვიმყოფებოდით მე, ჩემი შვილი, უმცროსი შვილი, ჩემი ორი ადგილობრივი ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი ჩემი და მძღოლი. დაახლოებით 1 საათში, საათნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე დისკმარი დავითი. და იყო ჩვეულებრივი მეგობრული ვახშამი. დაახლოებით ბოლო წელიწად ნახევარი თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, იმიტომ რომ ის თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც, რომ ბევრჯერ აქვს, რა თქმა უნდა, უკვე ჩემ თავსაც ვამჩნევ, რომ უკვე იმ შემართებით ვერ ვარ და ასე შემდეგ.
და ბოლოს ეს სურვილი მისი განსაკუთრებით გააქტიურდა 2024-ის არჩევნების, აი წინა საარჩევნო პერიოდში, როდესაც მე მქონდა საშუალება ყოველთვის შეხვედრებზე დავდიოდით ერთად და ამბობდა, რომ აი მართლაც ამ არჩევნებს რომ ჩავამთავრებ, უნდა მოვითხოვო სადმე გადაყვანა და მეც ისე სიხარულით მეუბნებოდი, რომ ხო, აი მეც თბილისში გადავიდეთ, მეც დაუბრუნდები ჩემ ქალაქს რაღაც, მაგრამ მას ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავის საქმიანობა გაეგრძელებია დიპლომატიური მიმართულებით. მე დღეს ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ თქვათ მან უთხრა თუ არა პრემიერს ამის შესახებ, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა და ამიტომ მოხდა ეს ცვლილება თუ არა, ნამდვილად ეს არ მიკითხავს, არ დამიზუსტებია. მაგრამ როდესაც მისი განთავისუფლება მოხდა, რამოდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგზელებიან მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში და როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში. რაზეც მან მიიღო თანხმობა. საქმის ერთ-ერთმა მთავარმა, ასე ვთქვათ, მოწმემ და თორნიკე რიჟვაძის ახლობელმა დღეს პირველად ისაუბრა საზოგადოებაში გავრცელებულ ხმებთან დაკავშირებით, რომელიც ძირითადად ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან ესმის საზოგადოების დიდ ნაწილს. საუბარია სავარაუდო ზეწოლაზე, როგორც თორნიკე რიჟვაძის, ისე მისი ოჯახის წევრების მიმართ. ალექსი ახვლედიანი გამორიცხავს რაიმე მსგავსი სახის, ასე ვთქვათ, დამოკიდებულებას რიჟვაძეების მიმართ, ამბობს იმასაც, რომ მას როგორც ოჯახის ახლობელს არაფერი სმენია ზეწოლასთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა თორნიკე რიჟვაძის მისამართით ყოფილიყო. მეტიც ახვლედიანმა დღეს ისაუბრა იმაზეც, რომ ის თვითმკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე კვირით ადრე, დაახლოებით 2 კვირით ადრე რიჟვაძეებთან ერთად იმყოფებოდა გერმანიაში, სადაც თორნიკე რიჟვაძეს რაიმე სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და მსგავსი რამ მისი მხრიდან არასდროს გაუგია. რაც შეეხება ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს საგარეჯოში ინციდენტის დროს იმყოფებოდა მამუკა მდინარაძე. ახვლედიანი ამბობს, რომ მსგავსი სახის ინფორმაცია არის არაზუსტი, მეტიც ახვლედიანის თქმით არასდროს შეხება არ ჰქონია მამუკა მდინარაძესთან და არ იცნობს ფიზიკურად მას. ახვლედიანმა დღეს კიდევ ერთხელ განმარტა, ვინ იყო საგარეჯოში შემთხვევის დროს და თქვა, რომ რაიმე სახის ზეწოლა რიჟვაძეზე არ შეუმჩნევია და მდინარაძის ფაქტორის, მამუკა მდინარაძის ფაქტორის შემოყვანა აქ არის სრული სპეკულაცია და სიცრუე. ჩემდა სამწუხაროდ და მე როგორც ბატონი მამუკას ბიოგრაფია წავიკითხე, ჩვენ ერთ პერიოდში გვიმუშავია შინაგან საქმეთა სამინისტროში. ბატონი მამუკა მდინარაძეს მე არ ვიცნობ და საერთოდ აი ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფ. ბატონი მამუკას არც დღემდე არ შევხვედრივარ. თვალით საერთოდ არ მყავს. ნანახი და სამწუხაროდ არ ვიცნობ ამ ადამიანს. შესაბამისად არც ყოფილა. ეს ერთი. მეორე რაც ეხლა დავამთავრე. რაც შეეხება ზეწოლას. სად გაგიგიათ რომ შვილის ვის გულისხმობდა? უმცროსი შვილის თანდასწრებით. მოსახურე ქალბატონის თანდასწრებით. ჩემი უახლოესი ადგილობრივი მეგობრების თანდასწრებით ვის უნდა ქონოდა ზეწოლა? ვის? მე, მამამის თუ მის სიძეს? აი ვის? თორნიკე, მაგდა და ბავშვები მეუღლე ჩამოვიდნენ რამოდენიმე დღით ადრე, ვიდრე დავით. ეს ერთი. მეორე, რაც შეეხება კიდევ ხო, მე მსგავსი არ მსმენია რა და მოდით, არა, მოდით მე ახლა გეტყვით ერთ რამეს. ადამიანთან, რომელთანაც აქვს კითხვები, რომელთანაც აქვს ზეწოლა, ხვდებით? ანუ მას უპირებენ ელჩობას. ჩვენ ამ შემთხვევამდე რამოდენიმე დღით ადრე დაახლოებით შეიძლება 1 კვირით ადრე ვიმყოფებოდით გერმანიაში. მას აქვს ერთი თვალის პრობლემა, ხვდებით და ერთი თვალის პრობლემა და მე და მაგდა წავყევით გამოკვლევაზე მიუნხენში. ხვდებით? და მე როცა მთხოვა წაყოლა, შესაბამისად მე ვუთხარი, რომ იცი რა, ახლა მინისტრს უნდა შეუთანხმო, შებულება ავიღო და მე
როგორ გისხათ, დამცინოდა, რომ აი, ხედავ რა კაია თავისუფლებაა, მე ბილეთი ავიღე და მივდივარ და შენ ეხლა შვებულება უნდა დაწერო, იმაში ანუ კაცს ავიწროვებდნენ, ზეწოლის ქვეშ იყო და გასვლა, გამოსვლა ქონდა ოჯახთან ერთად თავისუფალი, აი, ლოგიკაში ჩდება. ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, მანამდე კომენტარი გააკეთა მისი ინტერესების დამცველმაც. ადვოკატი ამბობს, რომ კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ თორნიკე რიჟვაძის პიჯაკში ნაპოვნი ხელწერილი ზუსტად მას ეკუთვნის. ადვოკატის თქმით, ყველა გარემოება, რომელიც ამ საქმესთან დაკავშირებით იკვეთება, მიუთითებს იმას, რომ ალექსი ახვლედიანს რაიმე სახის ბრალი დანაშაულში არ მიუძღვის. შესაბამისად, დაცვის მხარე დღეს მოითხოვს, რომ საქმეზე სისხლის სამართლის წარმოება შეწყდეს. მასალების გასაჯაროებაზე მივიღებთ გადაწყვეტილებას ერთობლივად, რა თქმა უნდა ბატონ ალექსისთან შეთანხმებით. არა, შეწყვეტას მოვითხოვთ. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი დაწერილია ბატონი რიჟვაძის მიერ, რაც მნიშვნელოვანია. დარჩენი იმაზე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, რაც უკვე გითხარით. სულ რამოდენიმე წამით დატოვა ადამიანმა თავისი ხელჩანთაში იყო მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი და შევიდა აბაზანაში ხელის დასაბანად. ეხა აბაზანაში არ წაიღებდა იმ ჩანთას და მეთანხმებით ხო ელემენტარულია. აი ეს თუ ჩაითვლება დაუდევრად შენახვად, ნახოთ ამას არსებით განხილვაზე ვიმჯერებთ ამ საკითხებს. ბატონი რიჟვაძე გამოკითხული არ არის. საქმეში დევს დოკუმენტები, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ამ ეტაპზე ვერ მიცემს ჩვენებას. ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს. ხდომის დაწყებამდე თავად ახვლედიანმა პირველად ისაუბრა მედიასთან, დეტალურად გაიხსენა საგარეჯოში მომხდარი ფაქტის ყველა ნიუანსი და ამავდროულად კიდევ ერთხელ განმარტა, რომ რაიმე სახის საუბარი საქმეში მამუკამდინარაძის მონაწილეობაზე არის სპეკულაციური. თავად თორნიკე რიჟვაძე კი არანაირ ზეწოლას რაიმე სახის და კუთხის სხვადასხვა უწყებების მხრიდან არ განიცდიდა და ყველაფერი ეს ახვლედიანის მტკიცებით მხოლოდ სიცრუეა და სიმართლეს არ შეესაბამება. მადლობა, შოთა ფალავანდიშვილი იყო პირდაპირ ეთერში საქალაქო სასამართლოდან. 7 არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშებს ყადაღა დაედო. თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შემადგენლობა დააკმაყოფილა. მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს, ითვალისწინებს საბოტაჟის, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობის, უცხოეთის ორგანიზაციისთვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარების და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზებას. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წელს პარლამენტის წინ და ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე მიმდინარეობდა საპროტესტო აქციები, რამაც დროის მოკლე პერიოდში მიიღო ძალადობრივი ხასიათი და გაცდა კანონით დადგენილ ფარგლებს. აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კი ხდებოდა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. რა გამოხმაურებები მოყვა პროკურატურის ინფორმაციას პოლიტიკურ წრეებში და არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, ამას ანუკა ბუავაგოტყვის. ანუკა, ეთერში ხარ. კონკრეტულ ორგანიზაციებს, რომლის ანგარიშებიც ახლა არის დაყადაღებული, ჯერჯერობით ოფიციალური განცხადება არ გავრცელებიათ, თუმცა ამდენადაც ჩვენთვის არის ცნობილი, ისინი ოდნავ მოგვიანებით აპირებენ, რომ საერთო განცხადება გაავრცელონ და გააკეთონ საგამოძიებო უწყების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, როგორც აღნიშნეთ, პროკურატურამ სასამართლო განჩინების საფუძველზე დააყადაღა 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა ეს კონკრეტული ორგანიზაციები ფინანსური ტრანზაქციების შესრულებას ვეღარ შეძლებენ. ცალკეულმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს ორგანიზაციის წარმომადგენლებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს განცხადებები. ისინი ადასტურებენ იმას, რომ ნამდვილად ეხმარებოდნენ აქციის მონაწილეებს, თუმცა ამბობენ იმას, რომ საგამოძიებო უწყების ეს გადაწყვეტილება ახდენს ერთგვარ პარალიზებას კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციების, რომლებიც მათ შორის სამართლებრივ დახმარებასაც უწევდნენ აქციის მონაწილეებს. და აქ სამართლებრივი დახმარების გარდა საგამოძიებო უწყების ინფორმაციით საუბარია ასევე საპროტესტო აქციებისთვის საჭირო ინვენტარის შეძენაზე. საუბარია 2024 წლის განმავლობაში მიმდინარე აქციებზე, როგორც საკანონმდებლო ორგანოს წინ, ასევე სხვადასხვა ტერიტორიაზე, სადაც ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ მესამე სექტორის წარმომადგენლები. პროკურატურა ასევე ამბობს იმასაც, რომ ისინი აქტიურად მოუწოდებდნენ დემონსტრაციებში მონაწილე ადამიანებს, რომ მასობრივ
ჯგუფობრივად მომხდარ იყო დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა, რაზეც საგამოძიებო უწყება ამბობს, რომ ძალადობრივი ხასიათი მალევე მიიღო საპროტესტო აქციებმა და შესაბამისად ეს გაცდა კონკრეტული ორგანიზაციების წესდებას. ახლა არასამთავრობო ორგანიზაციების კონკრეტული წარმომადგენლები სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით მიმართავენ საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომ რეაგირება მოახდინონ ამ კონკრეტულ ფაქტზე. სხვა პოლიტიკურ პარტიებში, ოპოზიციურ პარტიებში კი ამბობენ იმას, რომ ეს არის შეტევა კონკრეტულ არასამთავრობო ორგანიზაციებზე. პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია თითქოს საფარის ფინანსები გამოყენებულ იქნა ძალადობრივი ქმედებების ორგანიზებისა და აღჭურვილობის შესაძენად სრულიად უსაფუძვლო და ცილის მწამებლურია. არ არსებობს არც ერთი მტკიცებულება ჩვენს წინააღმდეგ. ვაცხადებთ, რომ საფარი განაგრძობს ბრძოლას სიმართლისა და სამართლიანობისთვის, როგორც საქართველოში, ასევე საერთაშორისო დონეზე. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას გამოეხმაუროს სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ დაწყებულ უპრეცედენტო თავდასხმას საქართველოში. პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაიწყო ზუსტად იმ რეპრესიული ზომების გატარება, რასთან დაკავშირებითაც გუშინ გააფრთხილეს, რომ არ მომხდარიყო მსგავსი ნაბიჯების გადადგმა. ეს არის იმის ნათელი დასტური, რომ გვართმევს უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობას. პროკურატურამ კი გამოძიება ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადების მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საზოგადოებრივი მოძრაობა ითხოვს, რომ გამოვლინდნენ კონკრეტული ადამიანები, ვინც კონკრეტულ ნაბიჯებს და მათ შორის ფინანსურ რესურსს ხარჯავდნენ ქვეყნის წინააღმდეგ და როგორც ნეიტრალურ საქართველოში ამბობენ, ამ პროცესის მიზანი იყო ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა. ასევე ნეიტრალური საქართველო ამბობს იმასაც, რომ საგამოძიებო უწყების ეს გადაწყვეტილება არის ერთგვარი პრევენციული ნაბიჯი შემდგომი პერიოდისთვის და უნდა მოხდეს ამ პროცესის გაგრძელება და გამოვლენა ყველა იმ პირის, რომელიც ჩართული იყო მათივე თქმით ძალადობრივ აქციებში. რაც შეეხება ქართულ ოცნებას, მმართველი გუნდი ელოდება გამოძიების შედეგებს და ასევე საუბრობს იმას, რომ კონკრეტული ორგანიზაციების მიზანი იყო ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობა და შესაბამისად ისინი ამის მაგალითად მოჰყავთ ნოემბრის საპროტესტო აქციები და ამბობენ იმას, რომ კონკრეტული ორგანიზაციები, მათ შორის დაყადაღებული ორგანიზაციები აქტიურად იყვნენ ჩართული ერთის მხრივ საპროტესტო ინვენტარის შესყიდვაში და მეორეს მხრივ სამართლებრივ დახმარებაში, რომელსაც საგამოძიებო უწყებაც ამბობს, რომ უწევდნენ აქციის მონაწილეებს. ჩვენ თვალით უყურებდით ქალაქის მთავარ გამზირზე, რომ უცხოური ძალების დავალებით, დაფინანსებით და ორგანიზებით ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურული ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სათავემდე მივიდეთ, იმიტომ რომ ხომ არ არის დაფარული ვინ დგას ამის უკან. ეს არის ევროკავშირი, ხო, ევროპული ფონდები, რომლებიც რაღაც დემოკრატიის განვითარების თუ სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საფარქვეშ ქვეყანაში მათი სახელით შემოდიოდა უკონტროლო ფული, რომელიც ხმარდებოდა დესტაბილიზაციას, არჩეული ხელისუფლების დამხობას და ქვეყანაში კვლავ აგენტების ხელისუფლებაში მოყვანას. დღევანდელი გადაწყვეტილება არის პრევენციული ხასიათის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და უნდა დასრულდეს საბოლოო შედეგით, რაც უნდა იყოს აგენტების, აგენტურული ქსელის განდევნა და მათი საქმიანობის აკრძალვა. ჩვენი თვალით ვიხილეთ ნოემბრის აქციებთან დაკავშირებით თუ გადავხედავთ თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები, როდესაც ეს მდიდარი NGO-ები ერთის მხრივ აფინანსებდნენ თავიანთ აქტივისტებს იმისათვის, რომ მეტი ძალადობა ყოფილიყო. იქ აწვდიდნენ ეგრეთ წოდებულ ბრჭყალებში შეიარაღებას თავისი პიროტექნიკით, თავისი მოლოტოვის კოქტეილებით, აალებადი ნივთიერებებით და ასე შემდეგ მოუწოდებდნენ სახელმწიფოს დამხობისკენ. ამის შემდეგ ისინი აგულიანებდნენ მათ, რომ ჯარიმებსაც ისინი გადაუხდიდნენ, თუ ისინი იქნებოდნენ დაკავებულები, თქვათ, ადმინისტრაციული წესით და ირიბად, ასე ვთქვათ, ახალისებდნენ, რომ კიდევ და კიდევ უფრო მეტი, ასე ვთქვათ, დანაშაული ჩაედინათ ამ ადამიანებს. რა თქმა უნდა, აქ იკვეთება საბოტაჟის მცდელობა და შესაბამისად პროკურატურა ყველაფერზე პასუხს გაცემს.
პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე და ამ გამოძიების ფარგლებში დღეს 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები არის დაყადაღებული. შესაბამისად, საგამოძიებო უწყება ახლა მათ ფინანსურ ტრანზაქციებს სწავლობს. საუბარი არის სამოქალაქო საზოგადოების ფონდზე, სამართლიან არჩევნებზე, IDFI-ზე, დემოკრატიულ ინიციატივაზე, დემოკრატიის მცველებზე, საფარსა და სოციალური სამართლიანობის ცენტრზე, როგორც საგამოძიებო უწყება აცხადებს, საგამოძიებო მოქმედებები და საგამოძიებო პროცესი პროკურატურაში ამ დრომდე მიმდინარეობს. მადლობა, ეს იყო ანუკა ბუავა. პროკურატურის განცხადებაში ნათქვამია, რომ ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლებისკენ. არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა კი გაცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას. გამოძიებით დადგენილია, რომ სამართალდამცავ და წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. კერძოდ, სამოქალაქო საზოგადოების ფონდის, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის, დემოკრატიის მცველების, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას, საფარის სოციალური სამართლიანობის ცენტრის მიზნობრივი ფინანსები გამოყენებული იქნა ისეთი აღჭურვილობის შესაძენად, როგორიც არის სპეციალური აიწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალებები, რასაც აქციის მონაწილეები აქტიურად იყენებდნენ. პოლიციასთან ძალადობრივი დაპირისპირების დროს აღნიშნული ორგანიზაციების ხელმძღვანელები ღიად მოუწოდებდნენ საზოგადოებას დაუმორჩილებლობისკენ და წინააღმდეგობისკენ. ამავდროულად მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებაში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. ხდებოდა სამართალდამცავი პირების სასარგებლო ჯარიმების გადახდა, დაცვის ხარჯების უზრუნველყოფა და სხვა ხასიათის პირადი თუ ორგანიზაციული საკითხების გადაწყვეტა. ხსენებული ქმედებების მიზანი ერთი მხრივ მარსაწინააღმდეგო ქმედებაში ჩართული პირების წახალისება და მეორე მხრივ ამ ქმედებაში ჩართული პირების მფარველობა იყო. საბოლოოდ კოორდინირებული მოქმედებას უნდა გამოეწვია სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და მათი ნორმალური ფუნქციონირების მოშლა. ვინაიდან მითითებული არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გაცდა მათივე წესდებით განსაზღვრულ მიზნებს და მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი მოახმარეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას, სასამართლოს განჩინების საფუძველზე 27 აგვისტოს ყადაღა დაედო აღნიშნული ორგანიზაციების საბანკო ანგარიშებს, რითაც შეიზღუდა ფულადი სახსრების შემდგომი არამიზნობრივი განკარგვა. პოლიტიკური შეფასებების თემა ევროპის საბჭოს ექსპერტების მოსაზრება საქართველოში მიღებულ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტზე. გამოქვეყნებული მოსაზრებების თანახმად აქტში გათვალისწინებულ ზომებს მნიშვნელოვანი გავლენა ექნება შეკრების თავისუფლებასა და რამდენიმე სხვა გარანტირებულ უფლებაზე. ექსპერტთა საბჭოს შეფასებით მიზანშეწონილი იქნებოდა აქტის გაწევა. მმართველი გუნდისთვის ექსპერტების მოსაზრებები გაუგებარია, მათი განცხადებით მიღებული კანონი ამერიკული ფარას ანალოგია. ქართულ ოცნებაში ოპოზიციისა და რამდენიმე მედია საშუალების მხრიდან დეზინფორმაციაზე საუბრობენ, რომლებიც ექსპერტების მოსაზრებას ევროსაბჭოს დასკვნად მოიხსენიებენ. კეთი ზანთარაია განავრცობს ამ თემას, ის პირდაპირ ეთერშია, კეთი გისმენთ. ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრების შემდეგ ჩვენ მოვისმინეთ უკვე როგორც ოპოზიციის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების შეფასებები და პოზიციები. ისინი ამბობენ, რომ არ გაკვირვებიათ, როდესაც ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებით მათ მოითხოვეს და დღის წესრიგში დააყენეს საკითხი, რომ უცხოური აგენტების შესახებ რეგისტრაციის აქტის გაუქმება და გაწევა უნდა მოხდეს, ვინაიდან ხელისუფლების ოპონენტები თავადაც მიიჩნევენ, რომ ეს კანონი არ პასუხობს ევროპულ სტანდარტს, წინააღმდეგობაში არის, აცდენილი არის მასთან და შესაბამისად ლეგიტიმური არის ეს მოთხოვნაც. რაც შეეხება თავად ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის შემადგენლობას, ცნობილი არის და ინტერნეტში არაერთი ინფორმაცია იძებნება იმის თაობაზე, რომ ამ ჯგუფს ხელმძღვანელობს ჯერემი მაკბრაიდი, რომელიც ასევე ცნობილი არის, რომ იყო სტრასბურგის სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელი, როდესაც მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტი საქართველოს წინააღმდეგ დაობდა. ამ დასკვნაში პირდაპირ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს და მანამდე თავი უნდა იქნა შეკავებული მისი აღსრულებისგან, იმიტომ რომ როგორც გითხარით,
8 ინდივიდუალური საფუძველი აქვს ჩამოთვლილი ამ დასკვნას, რატო არის ეს შეუთავსებელი ძირითად უფლებებთან. ამის გარდა საუბარია იმაზე, რომ ცალკე თვითონ შესაზღუდად გამოყენებული კანონი არის ბუნდოვანი და ფართო, რაც ადამიანის უფლებების შესაზღუდად ესეთი რამ არ შეიძლება რომ არსებობდეს და დამატებით მითითებულია კიდევ ის, რომ თვითონ აქტს არანაირი ლეგიტიმური მიზანი არ აქვს. ევროსაბჭოს სამართლის ექსპერტთა საბჭოს მნიშვნელოვანი დასკვნა ძალიან ღიად ამბობს, რომ აგენტების კანონი არ შეესაბამება ევროპულ სულისკვეთებას და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ არაერთ უფლებასთან. დასკვნა ღიად ამბობს, რომ არ არის ცხადი და მეტიც გაუგებარია ამ კანონის საჭიროება და მიზნობრიობა. როგორც ოპოზიციის, ასევე ზოგიერთი ევროპული სტრუქტურის წარმომადგენლის შეფასებები და პოზიციები უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე არსებობს პასუხები მმართველი პარტიისთვის. დღეს ქართული ოცნების წარმომადგენლები საუბრობდნენ ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით და ამბობენ და ეჭვი აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება იყოს ვინმე ქვეყნის ფარგლებს მიღმა წინააღმდეგი იმის, რომ საქართველოში არასამთავრობო სექტორის დაფინანსება იყოს გამჭვირვალე. გარკვეულ ჯგუფზე არის საუბარი, რომელმაც ეს დასკვნა დადო. კიდევ ერთხელ მიუთითებს მათ ორმაგ სტანდარტთან დაკავშირებით, ვინაიდან როდესაც ისინი აკრიტიკებენ კონკრეტულად ამ დასკვნით, მაგალითად ფარას კანონს, რომელიც ჩვენ სიტყვასიტყვით გადმოვიღეთ, სასპეკულაციოს რო არავის არ დაუტოვეთ, პირდაპირ დღევანდელი რედაქციით, როგორც მოქმედებს ეს კანონი ამერიკის შეერთებულ შტატებში, იგივენაირად მოქმედებს ეს საქართველოში, მაგრამ ამის და მიუხედავად, მაინც აკრიტიკებენ ფარას კანონს საქართველოს შემთხვევაში და ხმას არიღებენ ამერიკასთან დაკავშირებით, ხო? რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი არის აბსურდი, უბრალოდ ვიღაცებს, გარე აქტორებს, რა თქმა უნდა, არ აწყობთ ის, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რა ფულიც ტრიალებს დიდარი NGO-ების ხელში, ვინაიდან ეს დიდარი NGO-ები სწორედ ამ გარე აქტორებისთვის არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში მოახდინონ რაღაცა ქაოსი, გაზარდონ პოლარიზაცია, დაგეგმონ რაღაცა რევოლუციური სცენარები. ეს კანონი არ უნდა გაუქმდეს და თუკი ჩვენ ლაპარაკობთ სამართლიანობაზე, ჩვენს მიმართ დამოკიდებულების სამართლიანობაზე, რასაკვირველია, თავარი თემა არის თვითო მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად დასავლეთ ევროპის ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გამორიცხულია, რომ რომელიმე თავის შემოსავალი და პროგრამის ხასიათი და შინაარსი დამალოს. საქართველოში გეუნებიან პირდაპირ, რომ შენ არ უნდა მოითხოვო ინფორმაცია, რა თანხით ფინანსდება ექსტრემიზმი და თუ კი ეს ექსტრემიზმი აი ამ თანხების დახმარებით ხორციელდება, შენ ამასთან დაკავშირებით უნდა იყო ჩუმად. ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან დაკავშირებით მოსაზრება გუშინ დღის ბოლოს გამოაქვეყნა და ისინი ითხოვენ, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს. მადლობა ქეთი ზანთარაია საუბრობდა პირდაპირ ეთერში. ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ხატია წილუსანა რწმუნებათა სიგელები გადასცა. შეხვედრაზე, რომელიც რწმუნებათა სიგელების გადაცემის შემდეგ მხარებს შორის შედგა, ელჩმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის. მხარეებმა ისაუბრეს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა და თანამშრომლობაზე. საგარეო საქმეთა მინისტრმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ისაუბრეს თანამშრომლობის საკითხებზე და რეგიონში მიმდინარე პროცესებზე. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი და ხაზი გაესვა ამ პროცესში შემდგომი თანამშრომლობის მნიშვნელობას. ასევე გამოითქვა იმედი, რომ ევროკავშირი საქართველოს ურთიერთობები ჩვეულ დღის წესრიგს დაუბრუნდება. პროსტიტუციის ხელშეწყობის და ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. თბილისსა და სამეგრელოში დაიხურა 13 ობიექტი. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. გამოძიების ინფორმაციით ობიექტების ადმინისტრატორები ქალებს პროსტიტუციაში ხელს უწყობდნენ, კლიენტების მოძიებას შეხმარებოდნენ და ფართებს გადასცემდნენ, სანაცვლოდ აღებული თანხიდან წილს იღებდნენ. გავრცელდა ფარული ჩანაწერებით. კურიერის ინფორმაციით პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდები დაკავებულ 12 პირს შორის ერთ-ერთი მომღერალი ხატია წერეთელია. Taiwan masses and also sex. That's why I come in here. I will be naked. Don't worry.
give me money everywhere I go. They don't want to know how much they do. 150 lari. I want to know. The minimum price is 150 lari. Eggs, okay, but don't speak nothing. It's a full packet, everything, massage and sex, 200 lari. Last price 150. 150. Yes. With sex, massage. Сколько стоит одно другое? Only service, massage and sex, 50 lari additional. Massage and sex 1 hour time 200 lari. Okay. And 40 minutes 150 lari. I want sexy. Single slot. Sexy. One single slot. One sexy. One sexy. 100. One single slot. Massage. No sex. Sex terminía. Ești sati așa radio. Saratil გადავიხდი. Ფული მარტო. Sexy. Yes. Nationally. Massage. Sexy. ყველაფერი 100 ლარი. ყველაფერი 100 ლარი. Yeah, 3 ლარი. ნახევარი საათი. Sexy? Yeah. ჩუდა. მარტო მასაჟია? It's okay, no? Sex okay? This is Ulumotaki, no? How Ulumotaki. 60 ლარი მასაჟი. Massage says 100 ლარი. Massage, sex. Yes. 100 ლარი. Massage says 1 hour. 1 hour money. Yeah. 120 ლარი. Yeah. რა შედის? ყველაფერი. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათში თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში მოსამართლის განჩინების საფუძველზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ. ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითადად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სავარაუდოდ პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთკიცებად ამოიღეს. საგამოძიებო სამსახურმა ამხილა პირი, რომელსაც საქართველოდან რუსეთში ვეტერინარული მედიკამენტები კანონდარღვევი გადაჰქონდა. გამოძიების ინფორმაციით მას სამალავები მანქანაში ჰქონდა მოწყობილი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის საბაჟო წესის დარღვევით გადაადგილების ფაქტზე მიმდინარეობს. საქონლის ღირებულება 36,000 ლარზე მეტია. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ჩაკვეტაძემ თანამდებობა დატოვა. ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ჩაკვეტაძე აღნიშნავს, რომ თანამდებობას პირადი გადაწყვეტილების საფუძველზე ტოვებს. ის მადლობას უხდის გუნდს და მინის ნდობის და რეფორმების განხორციელებისთვის. 15 აგვისტოდან ოპიოიდური დამოკიდებულების ჩანაცვლებითი მკურნალობის პროგრამა სრულად სახელმწიფოს მართვაში გადავიდა. გაუქმდა ჩანაცვლებითი თერაპიის კერძო ცენტრების სერვის ყველა ბენეფიციარს სახელმწიფო აწვდის. რეფორმის განხორციელების პროცესში გამოვლინდა იმდენი და იმ მასშტაბის მანკიერება, რომელიც ადასტურებს, რომ ცვლილებები იყო უდაოდ აუცილებელი. აღარ ვისაუბრებ ცალკეულ უსწორებებზე, და ნაკლოვანებებზე, რომელიც გამოვლინდა ამ პროცესში, მაგალითად არარეგულარული ინციდენტური მომხმარებლების არსებობა პროგრამაში. ანუ არა ის, ვისაც სჭირდება, არამედ ის, ვისაც უბრალოდ ხანდახან შეიძლება სურვილი ჰქონდეს მოიხმაროს ნარკოტიკი. რეფორმა იყო სწორად დაგეგმილი და ის განხორციელდა სწორად. და მადლობა გადაუხადო ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის თითოეულ თანამშრომელს. განსაკუთრებულად დიდი მადლობა უნდა გადაუხადო, რა თქმა უნდა, ცენტრის ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ჩაკვეტაძეს ამ პროცესების წარმატებულად წარმართვისთვის. აქვე ვიტყვი, რომ სამწუხაროდ მან მიიღო გადაწყვეტილება დაკავებული თანამდებობიდან წასვლის შესახებ. სიმართლე რომ გითხრათ,
ეს ცოტა უფრო ადრინდელი გადაწყვეტილებაა მისი, თუმცა ჩემი თხოვნით, პირადად ჩემი თხოვნით ის ამ პერიოდის განმავლობაში ამ ეტაპის დასრულებამდე დარჩა ცენტრის ხელმძღვანელის პოზიციაზე და საბედნიეროდ მან შეძლო წარმატებულად ამ პროცესის გაძღოლა. მეტროსადგურ მარჯანიშვილსა და ახმეტელის თეატრში დამატებითი ამოსასვლელები მოეწყობა. თემაზე დედაქალაქის მერმა თბილისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. კახი კალაძის განცხადებით, პროექტის კონცეფცია აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შეიქმნა. თბილისის მერმა ისაუბრა მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციაზეც. კახი კალაძის თქმით, პირველ ეტაპზე ჩატარებულია გადაუდებელი სამუშაოები, სარეაბილიტაციო ნაწილი კი წლის ბოლოს დასრულდება. 25 აგვისტოს მეტრო ვარკეთილმა განაახლა მუშაობა, ემსახურება უკვე მგზავრებს, თუმცა, რა თქმა უნდა, სამუშაოები არ დასრულებულა. იქ მიმდინარეობდა გარკვეულწილად რთული სამუშაოები, რისი ჩატარება უბრალოდ მგზავრების პირობებში და მეტროს ფუნქციონირების პირობებში შეუძლებელი იყო. აღნიშნულ თემას მოყვა სპეკულაციები. ეხლა აღარ დავასახელებ სახელებს, გვარებს იმ ადამიანებისგან, ვინც ზოგი კილიკობდა, იუმორიც არ აქვთ. აბსოლუტურად გაუგებარი მესიჯებს აჟღერებდნენ აღნიშნულთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ცხადია მიზანმიმართულად ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. რაც შეეხება სამუშაოებს, წლის ბოლოსთვის მთლიანად პროექტი უნდა იყოს დამთავრებული. რადგან სატრანსპორტო პოლიტიკას შევეხეთ და მეტროზე საუბრობდით, მინდა საზოგადოებას მივაწოდო ინფორმაცია გლდანისა და მარჯანიშვილის, ანუ ახმეტელის თეატრისა და მარჯანიშვილის მეტროსადგურების ახალ ამოსასვლელებთან დაკავშირებით. ამჟამად მეტროსადგურების მეორე ამოსასვლელების მოწყობა პროექტირების ეტაპზეა, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით შექმნილი კონცეფციის მიხედვით მზადდება. მეორე დამატებითი ამოსასვლელების მოწყობა მეტროსადგურებს განტვირთვას და მგზავრთა სწრაფ, უსაფრთხო და შეუფერხებელ გადაადგილებას უზრუნველყოფს, რაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია. უყურებთ კურიერს 3 საათზე რეკლამის შემდეგ პირდაპირ ეთერში ვრუნდებით. სამწლიანი ომის განმავლობაში პირველად რუსეთის სამხედრო ძალებმა ფრონტის ხაზი დნეპროპეტროვსკის მიმართულებით გაარღვიეს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ოლქის 2 სოფელი უკვე დაიკავეს, ოფიციალური კიევი კი ცნობას უარყოფს და აცხადებს, რომ ჯერ საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. რუსეთის ძალებმა დღეს იერიში მიიტანეს ხერსონზეც. დაიღუპა 1 პირი, დაშავდა 3 ადამიანი. პარალელურად უკრაინა რუსულ ქალაქებს დრონებით უტევს. როსტოვში საცხოვრებელ სახლს დრონის ნამსხვრევი მოხდა, განხორციელდა მოქალაქეების ევაკუაცია. თუ პუტინი ზელენსკისთან შეხვედრას არ დათანხმდება, ტრამპი მოსკოვს ახალ სანქციებს დაუწესებს. ამერიკის პრეზიდენტი რუსეთთან ეკონომიკურ ომს აანონსებს. უსაფრთხოების გარანტიებზე საუბრობს უკრაინის პირველი პირი, რომელიც რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებასა და მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებას ითხოვს. ჯერჯერობით მოსკოვს ახალი განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა რუსეთის პოზიცია ცნობილია. კრემლისთვის მუქარის ტონი და უკრაინის პირობებით შეთანხმება მიუღებელია. მინდა რომ შეთანხმება შედგეს, თუ ეს არ მოხდება, მაშინ გამოვიყენებ ეკონომიკურ სანქციებს. ბუნებრივია, მსოფლიო ომში არ ჩავერთვები, თუმცა თუ მშვიდობა არ მიიღწევა, ეს ეკონომიკურ ომში გადაიზრდება, რაც ცუდია ყველასათვის, განსაკუთრებით რუსეთისთვის. იცით, ზელენსკიც არ არის სრულად უდანაშაულო, ვინაიდან ტანგოს ცეკვას 2 ადამიანი სჭირდება. Зараз на тижні будуть კონტაქტი. მიმდინარე კვირაში გვექნება კონტაქტი თურქეთთან, სპარსეთის ყურისა და ევროპის ქვეყნებთან, რომლებსაც რუსებთან მოლაპარაკებების მასპინძლობა შეუძლიათ. ჩვენი მხრიდან ყველაფერი მაქსიმალურად მზად იქნება ომის დასასრულებლად. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა დაადასტურონ ეს. შემდეგი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მხოლოდ მსოფლიო ლიდერების, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ნებაზე, მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე. რუსეთი ექსკლუზიურად გვაძლევს სიგნალებს, რომ ის კვლავაც აპირებს რეალური მოლაპარაკებების არიდებას. ამის შეცვლა მხოლოდ ძლიერი სანქციებით, ტარიფებით და რეალური ზეწოლითაა შესაძლებელი. ვარშავა კიევისგან ბოდიშს ითხოვს. საუბარია უკრაინელი ჟურნალისტის ვიტალი მაზურენკოს განცხადებაზე, რომელმაც პოლონეთის პრეზიდენტი ციხის კრიმინალურ ავტორიტეტს შეადარა. უკრაინელი ჟურნალისტის სტუმრად იყო ერთ-ერთი პოლონური არხის გადაცემაში. ამ განცხადების გამო წამყვანმა მას ბოდიშის მოხდა მოსთხოვა, თუმცა მაზურენკო მის ანტიუკრაინულ პროპაგანდაში დაადანაშაულა. გადაცემის დასრულებიდან მალევე უკრაინელი ჟურნალისტი პოლონელი პოლიტიკოსების კრიტიკის ობიექტი გახდა. განცხადება გავრცელდა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემაც. მაზურენკომ
მასწრაფოდ უნდა გადაგვიხადოს მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის და ფრონტზე წავიდეს, რათა საკუთარ სამშობლოს გვერდში დაუდგეს, წერს პაվել იაბლონსკი. Lexi Arena სცენაზე დღეს ავსტრალიური მუსიკალური პროექტი წარსდგება. Გაიმართება Empire of the Sun-ის კონცერტი. კარის 7-ის ნახევარზე გაიხსნება, კონცერტი კი 21 საათზე დაიწყება. ღონისძიება Staring Georgia's ფარგლებში ტარდება, რომელიც საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის საყვარელი შემსრულებლების კონცერტებზე დასწრების ხელმისაწვდომების გაზრდა, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის განვითარება და საქართველოს პოპულარიზაცია საერთაშორისო ასპარეზზე. სულ რამდენიმე საათში გაიღება კარები და ველოდებით უკვე პირველ სტუმრებს. ეს დღე ნამდვილად დასამახსოვრებელი იქნება როგორც ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი და შთამბეჭდავი შოუ Staring Georgia's ვარსკვლავთ სცენად შორის. ჯერა რომ მესამე სეზონიც ისეთივე წარმატებული აღმოჩნდა Staring Georgia's-თვის, როგორც წინა ორი მორბედი, ჯერა რომ ეს პროექტი კიდევ გაგრძელდება, კიდევ უფრო სხვა მასშტაბით და სხვა ფორმატით. ბოლო ინფორმაცია კურიერი გემშვიდობებად 6 საათამდე. დროებით.